ჩემი პედაგოგი, სპეციალური პედაგოგი, სიონში დადიოდა და ახალი ეს ნაკურთხი იყო ჩვენი პატრიარქი, ჩემი უწმიდესი და უწმიდეს მაშინ მოიხსენება სიარული არ შეიძლებოდა ტაძარში, იმიტომ რომ თუ სწავლობდი უნდა გამოეგდოთ ხალხი, თუ მუშაობდა სამსახურიდან, ხო და იქადაგა რომ მინდაო ხალხიო, მოვიზიდო, მინდა რომ მორწმუნე გახდეს ჩემი ერიო და ამას ძალიან ხელი შეეწყობა გალობითო, მაშინ ყოველდღიური წირვა-ლოცვა არ ტარდებოდა. საგუნდოზე ხო სწავლობდი და გამორჩეული ვიყავი და აქედან გამომდინარე პირველი მე მითხრა მოისურვა რომ მუსიკალური ტექნიკუმიდან იქვე იყო სხვათა შორის ფეხით ჩავდიოდით. დამიბარა ერთხელ ეს ბერჯელა მას მოყოლილი და მოკლედ ისე გადაწყდა რომ მე უნდა ამერჩია კიდევ მე ხო ვიცოდი რომელი ხმები იყო კარგი საუკეთესო და ერთი რვა გოგო მეუთხარი ალტი, სოპრანო, ისა ხო და ესე დავიწყეთ გალობა ყოველდღიური წირვა-ლოცვის და სხვათა შორის აი ეს გულში მიხარია ხოლმე რომ პირველი მგალობელი ვარ ყოველდღიური წირვა-ლოცვაზე ვისაც უთხრეს. ამით ამპარტავდე ვამდევარ რა მიხარია ხოლმე რომ ესე იგი დავიწყე გალობა. გალობა დავიწყე და რა ვიცი უცებ გამოჩნდა ის რაღაცით გამომარჩიეს და ის შერეულმა გუნდმაც მოისურვა ქალთა გუნდში გალობდი და ისე ხდებოდა რომ ისინი შაბათ კვირას გალობდნენ და საუფლო დღესასწაულებზე შერეული გუნდი და ეს ქალთა გუნდი კიდე ყოველდღიურ წირვა-ლოცვაზე და იყო რაღაცა დღეები, როდესაც აი ბავშვთა დალოცვის დღე, მაშინ მიწევდა ხოლმე შერეულ გუნდშიც უნდა მეგალობა და ქალთა გუნდში და სხვათა შორის ერთგან რომ ვიგალობებდი, მე ხო პატარა პაუზა იყო, მოდელი იყო და თავის საქმეს და ახლა იმას აი აქედან გავიქცეოდი მეორე მხარეს, სადაც ისინი შერეული გუნდი იყო, აი მოვდიოდი ორ გუნდს უძღვებოდი ხოლმე. ესე იგი თავიდან რომ ძალიან უცხოთ ვიყავით და აბა გაჩვენდით, არის ხმაუროდ, მოისმინეთ სახარება, კი ვისმენდით, მაგრამ რა არ გვესმოდა, რას წარმოვიდგენდი რომ ეხლა რა უნდა წაიკითხოს მგდელმა და მე დავითნებ რომ აბსოლუტურად მესმის ჩვეულებრივ ახსნა რომ აღარ ვჭირდება აი დრომ აი ესე მოიტანა და უწმიდესი ესე იგი ძალიან ცდილობდა მოვიდა ხალხი მოიზიდა და არა მარტო თბილისში რეგიონებშიც დავდიოდით ხოლმე და ყოველთვის მე ვიგულისხმებოდი ბოდბეში ძალიან ხშირად დავდიოდით ხოლმე ეგ ყაზბეგში ახალციხეში ყველგან რა თითქმის ყველგან და ახალციხეში სხვათა შორის იმ დროს წაიყვანა მთელი იკაროსი მაშინ ის დიდი ავტობუსები იყო და ავტობუსით წაიყვანა ხალხი ეს იმ დროს როცა თითეული ადამიანის გასვლა მაშინ ისე მოწმდებოდა და ესე ადვილად არ მიდიოდნენ რო იტყვიან გახსნა გზა ჩემმა უწმიდესმა ჩვენმა უწმიდესმა და მოვიარეთ აი ეს კარგად მაგონდება ძალიან წმიდა ნინომ ფეხით რო იარა და ფარავნის ტბასთან მივიდა და იქ ვილოცეთ ადგილი ვაკურთხეთ ვიგალობეთ რა ვიცი ძალიან კარგად მაგონდება და დღეს უკვე დიდი ტაძარი დგას და დიდი მლოცველები არიან ესე ყველგან სამეგრელოშიც თუ კი სადღაც იყო მე ყოველთვის დავყვებოდი უწმიდეს და უწმიდესი სხვათა შორის კარგად მაგონდება ხოლმე რაღაც სიხარული მაქვს მოგეხსენებათ უკვე დაიწყო ხალხის ისა მრევლი ტაძრების აშენება ამდენი ტაძარი ააშენა ამდენი გალობელი დაასაქმა ძალიან ცუდ დროს მოუწია მოგეხსენებათ ხო გაჭირვება იყო ძალიან და ამდენი მგალობელი დაასაქმა ამდენი ისა აი 8 წელმოსილია მართლაც ამდენი არავის არ გაუკეთებია არცეთ ეპისკოპოსს
გალობს. მას მერე ვგალობ და სამების ეკლესიაში მომიწია ქალთა გუნდის რეგენტობა. აქ სოლისტი ვიყავი, მგალობელი სოლისტი. სიონის საკათედრო ტაძარში და ისე მოვახერხეთ, რომ ერთდროულად მიწევდა, იქაც ვგალობდი, სამებაში ცოტას ვიგალობებდი, ახლა იმის დრო არა, აი სულ დავარბოდი ტაძრიდან ტაძარში, ქაშვეთშიც. რაღაცა დღეები გქონდა და ნუ აი ვახერხებდით ისე და ახლა მიგვიცა ხელა ენერგია გქონდა რა უფლის წყალობით. აი ახლა ფიზიკურად ტკივამეთქი ფეხი რომ თქვი, მაინც ის ხმა და რაღაცა ღვთის წყალობით ისე ადგილზეა. ესე იგი, ნუ ახლა მოგიხსენებათ მოსწონდა ჩვენი გალობა და ხშირად შევდიოდით ხოლმე უწმიდესთან. რაღაცას რეპერტუარს გავაკეთე, ნუ დამწყებები ვიყავით და ისა და ყოველ შესულაზე ისე, ნუ აი პირველ შეხვედრას გეტყვით ცოტა იუმორი სახით და მე არ ვიცოდი ესე იგი როგორ უნდა ეს ლოცვა-გურთები ხელი რო გამომიწოდა, მე მეგონა ხელი უნდა ჩამომერთვა. ჩამომართი ეს ხელი და ბაიმევნაირა ესე იგი სხვანაირად უნდა ემთხვიო. ხოდა ამაზე ხოდა ვაიმე ისე უხერხულად ვიყავი, მოდი კიდე მივალ მეთქი რა თავი. რა ვიცი, ისე კარგად გვიღებდა ხოლმე, რაღაცას გვარიგებდა, გვასმენინებდა. ძალიან ხშირად უნდოდა რომ რა ისინი აი მელოდიები მოგვასმენებდა, აი ეს ადგილიო იქნებო სადღაც ჩავსვა თუ რაღაცა და გარდა მაგისა მე ტერიტორიულად ცოტა დილა საღამოს რო გვიწევდა ხოლმე სიონი სამბავშვები გვიწევდა ხოლმე ძალიან ხშირად აზრი აღარ ქონდა სახში წასვლას, იმიტომ რომ მალევე უნდა წამოვსულიყავი და იქ ვიჯექი ხოლმე და აივანი ქონდა უსმიდეს და ნაირას დაუძახეთ. ავიდოდი ხოლმე, იქ ხდებოდა ხოლმე სტუმრები ყავდა ხოლმე და წარადგენდა ჩემ თავზე, რაღაცას წავიღინებდით, ისენაირა, ისე. ბავშვი მყავდა პატარა, 1 წლის ესე, ნუ წლინახევრის მაქსიმუმ და ერთხელ უსმიდესი გამობრძანდა, ბავშვი მომყავდა, ნახევარწირვას უძლებდა ხოლმე და მერე ტიროდა. და მე დავითნებს შეხავდათ ხოლმე იქ იყო ის საპატრიარქო დასაწყისში. მანამ ეს საკეცვა რეზიდენციაში გადმობრძანდებოდნენ და ჩემი შვილი ტრაბახობს ხოლმე რომ მე პატრიარქის კამფეტებით ვარო გაზრდილიო. და ერთი ეპიზოდი იყო ეს ბავშვმა დაიწყო ტირილი და რას ტიროდა ისი პაპა და მიიწევდა უწმიდესისკენ და ეხლა ჩვეულების სამებ უნდათ რომ ბავშვი გაეყვანათ ის ნახევარამდე როგორც გითხარით და უწმიდესმა მოიყვანეთ არ გაიყვანოთ მივიყვანეთ უწმიდესთან და დამილოცა ჩემი შვილი მე ისეთი მადლიერი ვარ მე ვიცი რომ ის ლოცვა დღემდე მოხვება ჩემ შვილს, ნუ რამე თუ ხელი ემართება იმაში, რომ დღეს საუკეთესო მომღერალი გახდა. როგორც გითხარით, ხალხის მოზიდვაზე იყო ლაპარაკი და ერთ მშვენიერ დღეს ფანჩატური იყო იქ და უწმიდესიო გიბარებსო. ავედი იქ და დამხვდა ნანა ხატისკაცის რეჟისორი იყო ღმერთმა გაანათლოს და რას მეუბნეო მეო დიდი სურვილი მაქვს რომ დავით გურამიშვილის ტექსტს შეიქმნასო საგალობელიო ეს თან წამიგითხა იმ ქალბატონმა წაიკითხა და ის მინდა რომ შენ იგალობო ნუ კარგი და დაავალეს კომპოზიტორებს რომ შეექმნათ ამაზე რაღაცა ისეთი. ხო, ნუ მე შემდეგ იმაზე მივედი უკვე მოიტანეს საგალობლები. ვისმენ ერთი მეორე თუ კი ვინმე ხო, ბევრი მოვისმინე და აბა ნაირა რა სიტყვიო, ნუ ჩემი აზრით საინტერესებდა. და მე ვთხარი თქვენ უწმიდესობა ამდენი არა, ლამაზია, ყველა კარგია, მაგრამ არ უნდა მეთქი ძალიან უშუალოდ უნდა მეთქი ძალიან უბრალოდ ეს ხო დატირება არის მეთქი ხო და აბა როგორო და იქვე წამოვიდა
გოგოებს ბანი დავაჭერინე ის გაჩერებულ ბანზე და ტექსტს კითხულობდა მღერი იმას ამ საკალობას, რასაც ახლა ისმენთ. ნუ ახლა დროთა განმავლობაში ინტერპრეტაციები ხან ისე იზამ ხან ხო, იმიტომ რომ მართლა დატირება ის ხო არ არის. ხო და დაშტამპულად არ არის ის ძირითადი თემა და იქ რაღაცას ვაკეთებ ხოლმე რაც მოვა. ხო, აი ზუსტად ნაირა, აი ეს არის ის საგალობელიო, აი ეს დარჩებაო და ამას დღიდან შენ იგალობებ. ერთი მოუზარი მეუბნეო, რომ აი მე ვერ წარმომიდგენია შენს გარეშეო აი ეს ქრისტეს დატირებაო და წითელი პარასკევიო ასოცირდებაო, რომ ნაირა. მეუთხარი არ გწყინდება კაცო თუ და ტელევიზიით ან რაღაცა რაღაცა კიმოლოდ და მაინცა და მაინც კომფორტულად არ ვარ ხოლმე. არ მიყვარს ისე მაინცა და მაინც ინტერვიუების მიცემა და ხო და არა რაიმე ნაირაო. ერთხელ ტაქსით მოვდივართ და ვაიმე ქალბატონო თქვენ ის არა ხართ თავიდან ბოლომდე თუ კი რამე მომიყოლია ჩემთვზე მომიყვა. როგორ დაიმახსოვრა. იცით რამდენჯერ მithქვავს რომ აი ეს კურთხევა რო არ ყოფილიყო ლოცვა კურთხევა რო არ მოეცა განამდე ხანს გასტანდა ერთი და იგივე საგალობას ისმენენ და არ წინდებათ მირეკავენ ნაირად ხო იქნები სხვა ტაძრებში მოამთავრებენ ხოლმე და მერე მოდიან დიდ სამებაში რომ ეს საგალობელი მოისმინონ აი სხვადასხვა აი როები რეგიონებში გალოვდით მეთქი დავდიოდით ერთხელ ისე იყო რომ ბოდვეში ვიყავით და მთელი ღამე გავათენეთ ლოცვები იკითხებოდა ნუ საქართველოს ჯანმრთელობის საქართველოს კარგად ყოფნისთვის იყო ეს ლოცვები და მთელი ღამე ერთსა და იგივე საგალობას გალოვდი ეს იყო კიკნაძის უფალო იესო მთელი საღამო და ნუ მე ეს მრევლი მთელი წამოვიდა და მთელი სოფელი იქ იყო წარმოიდგინეთ ხო ისე საოცარი იყო მე ტრაპეზის გადაიხადა ყველა დააპურა ყველა ისა და მე ჩემი თავის მიკვირდა აი ამ მთელი ღამე როგორ შეიძლება რომ შეძლოს თან ისე რომ მე ძალიან ბევრი კომპლიმენტებს მეუბნეოდნენ. კითხა მე პედაგოგმა ჩვენი რეგენტი ვინც იყო. ნაირაო, აი რანაირად შეძლიო და რანაირად ძალიან ადვილად მეთქი. აი ხაც შევხედავდი და იმას ვავედრებდი. მე მეორე ხაც ვავედრებდი. მე მესამეს ვავედრებდი. ყველაფერს ჩემ ხატებს თხოვ ხოლმე. ყველაფერს ვისრულებს იცით. წმინდა გიორგი ღვთისმშობელი ჩემს იესოს. იცით რა შეასაქმე? აი ქრისტე უცოდველი და ამდენი სიკეთის გამკეთებელი. ამდენი ახლა გურამიშვილის ტექსტში კარგად ჩანს. რა სიკეთე არ გაუკეთებია რაღაცა, მაგრამ მაინც გაიმეტეს. არის რაღაცა მომენტი, რომ აი მიუხედავად ამდენი მადლის გაკეთებისა. უიმე უდიდესი მადლი. მე რატომღაც მგონია უწმიდესი რომ არ ყოფილიყო. ეს ჩვენი უწმიდესი რომ არ ყოფილიყო. არა მგონია ამდენი სხვა შეიძლებოდა და აქამდე დაინგრეოდა საქართველო. დაინგრეოდა. იცი რა ერთი არის რომ ტაძარში მოდით, მაგრამ აი კი მოვიდნენ, მაგრამ დარჩენა, აი დარჩა ყველა დარჩა. რატო იცი იქ პატრიარქი დახვდა. იქ პატრიარქისგან ნუგეში იყო, იქ პატრიარქისგან აი ყველაფერს რომ იღებდა თავის თავზე. აი ელემენტარულს ვიტყვი. რაღაცა სადღესასწაულოდ ვემზადებოდი და თქვენ უწმიდესობაო, მეც იქ ვიყავი იმ დროს. აი ნახეთ ეს როგორ გააპრიალაო ეს ხატებიო ესა და გასაგებია, მაგრამ აი ეს იქნებ ამას აი ეს რაღაცა მიემწოდ უფრო კარგად გაპრიალდება. ყველაფერი როგორ იცის. ეს წარმოიდგინეთ, ტაძრის აშენებაც ერთია და ეს ფრესკების მოხატვა.
მხატვრები ყველას როგორ მიხედა არ გიგვირთ და ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს. როდის დაწერა მაგან დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო, რამდენი ხანია ეხლა ეწება, წამიყვანეო, ხო? დაიღალა, ფიზიკურად აღარ შეუძლია, მაგრამ აი კიდევ და კიდევ თავის ზურგით ატარებს იმას, უფალი არ უშვებს, რატო იცით? იმიტომ რომ ესე იგი ჩვენ როცა შვიდად გვძინას უძმიდესი დგება და შუაღამის ლოცვებს კითხულობს. ეს შიდა სამზარეულოს ეს ხო არ იციან რა. ხო, აი ჩვენთვის ჩვენი ლოცვა, ჩვენი საქართველოს ძლიერებისთვის არის მოვლენილი. ჩვენი რა ვქნა? ცოცხალი წმინდანია ჩვენთვის. ესე არის.